დავით კირვალიძე არის უაღრესად პატიოსანი, წესიერი და პროფესიონალი ადამიანი. მე მას ვიცნობ დიდი ხანია. არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ალბათ სოფლის მეურნეობის დარგში ყველაზე გამოცდილი სპეციალისტი და ძალიან კარგი პიროვნება. მე დარწმუნებული ვარ, დიდი იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ სიმართლე გაირკვევა ნამდვილად. მან ეს ნაბიჯი გადადგა, აიღო პასუხისგებლობა თავის თავზე პოლიტიკური, რა თქმა უნდა, ხა იქ საკითხებია გასარკვევი, არის ჯგუფი ადამიანების დაკავებული. შესაბამისად, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს და სიმართლე დადგინდება. დღეს ჩემთვის როგორც მთავრობის ერთ-ერთი წევრისთვის არის მძიმე დღე, იმიტომ რომ ჩვენ გამოგვაკლდა ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა. ბატონი დავით კირვალიძე, მე მჯერა, რომ ის არის კანონთან მართალი. ის ამბავი, რომ სამართალდამცავი ორგანოების ინტერესის საგანი იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჩემთვის იყო როგორც ამბავი ცნობილი, მაგრამ რამდენიმე ჩინოსნის დაკავების შესახებ გუშინ მე შევიტყვე მედიიდან. ანტიკორუფციული სააგენტომ დააკავა რამდენიმე პირი სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიების დასრულებამდე მე თავი შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან. დაელოდეთ გამოძიებას და ამის შემდეგ ყველაფერი გახდება ნათელი. მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება ბოლომდე გამოძიებული და ჩვენ სიმართლეს ვაცნობთ საზოგადოებას.